მოდით, დღეს ვისაუბროთ ისტორიაში ალბათ ყველაზე უცნაურ, ყველაზე პროვოკაციულ და სიმართლე გითხრათ ყველაზე თავისუფალ ფილოსოფოსზე, დიოგენეს სინოპელზე. ის იყო ადამიანი, რომლისთვისაც ფილოსოფია არ იყო უბრალოდ წიგნებში დაწერილი ტექსტი, არამედ თვითონ ცხოვრება, თანაც ძალიან რადიკალური ცხოვრება. წარმოიდგინეთ ეს სცენა. ანტიკური სამყაროს ორი უდიდესი ფიგურა ერთმანეთს ხვდება. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ხო? მაგრამ ზუსტად ამ ფრაზის უკან იმალება მთავარი კითხვა. ამ ორი ადამიანიდან რომელი იყო სინამდვილეში უფრო ძლიერი და თავისუფალი? ერთ მხარეს გვიდგას ალექსანდრე დიდი, ახალგაზრდა, ამბიციური, რომელმაც ფაქტობრივად მთელი მაშინდელი ცნობილი სამყარო დაიპყრო. მას ჰქონდა აბსოლუტურად ყველაფერი: წარმოუდგენელი ძალაუფლება, უსაზღრო სიმდიდრე, უძლეველი არმია. ყველაფერი, რაზეც კი ადამიანი შეიძლება ოცნებობდეს. და მეორე მხარეს, სრულიად სხვა სურათია. გვიდგას დიოგენე, ფილოსოფოსი, რომლის სახლიც უბრალოდ დიდი თიხის კასრი იყო. ადამიანი, რომელსაც სიტყვას სიტყვით არაფერი გააჩნდა და რაც მთავარია, სრულად ფეხებზე ეკიდა საზოგადოების წესები და ნორმები. აბა დაფიქრდით, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელსაც არაფერი აქვს, მსოფლიოს უძლიერეს მმართველზე უფრო ძლიერი აღმოჩნდეს? დიოგენეს ისტორია სწორედ ამის შესახებ გვიყვება და დამიჯერეთ, ძალიან საინტერესოა. საინტერესოა, ხო, როგორ მივიდა აქამდე, როგორ მოხდა, რომ დიდარი ბანკირის შვილი საბოლოოდ უსახლკარო ფილოსოფოსი გახდა. იცით, დიოგენეს ცხოვრება თავიდან სულ სხვანაირად დაიწყო. ის საკმაოდ მდიდარ ოჯახში დაიბადა. მაგრამ მამასთან ერთად, როგორც ამბობენ, ფულის გაყალბებაში დასდეს ბრალი და ბუმ, სამუდამოდ გააძიებეს მშობლიური ქალაქიდან. აი ასე აღმოჩნდა ის ათენში, მარტოდ, ერთი გროშის გარეშე. და აი ეს ამბავი ალბათ ყველაზე კარგად აჩვენებს მის ფილოსოფიას. ლეგენდის თანახმად დიოგენეს ერთადერთი ნივთი, რაც გააჩნდა, ხის ფინჯანი იყო. მაგრამ ერთ დღეს, როცა დაინახა, როგორ სვამდა პატარა ბავშვი წყალს უბრალოდ ხელისგულებით, თავისი ფინჯანიც მოისროლა. მივხვდა, რომ ნამდვილი თავისუფლება სწორედ ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებაშია. დიოგენე არ იყო ისეთი ფილოსოფოსი, რომელიც უბრალოდ ლექციებს კითხულობდა. არა, ის თავისი ცხოვრებით აჩვენებდა ყველაფერს. მისი მიზანი იყო, რომ ათენის საზოგადოებრივი ნორმები თავდაყირად აეყენებინა და ამას, მოდი ვთქვათ, ძალიან პროვოკაციულად და ცოტა ტროლაობითაც აკეთებდა. იმ დროის ინტელექტუალური სცენის მეფე, რა თქმა უნდა, პლატონი იყო და აი თავის აკადემიაში მან ადამიანის ცნობილი განმარტება შემოგთავაზა. ადამიანი არის ორფეხა არსება ბუმბულის გარეშე. ყველასთვის ეს საკმაოდ ჭკვიანურად ჟღერდა. მაგრამ დიოგენესთვის ეს განმარტება რაღაც სასაცილო აბსტრაქცია იყო. ამიტომ რაქნა. აიღო ქათამი, გაპუტა, შევარდა პლატონის ლექციაზე და მთელი აუდიტორიის წინაშე დაიყვირა. აი, თქვენ პლატონის ადამიანი. Ab გენიალურმა და სასაცილო პერფორმანსმა პლატონი აიძულა თავის განმარტებაში დაემატებინა ფართო და ფრთხელი ფრჩხილებით. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, დამიჯერეთ. მისი ყოველი დღე პერფორმანსი იყო. წარმოიდგინეთ, შუადღეს მზიან ამინდში ანთებული ფარნი დადიოდა და კითხვაზე რასაკეთებო პასუხობდა, პატიოსან კაცს ვეძებო. საჯაროდ ჭამდა, შარდავდა, მოკლედ არღვევდა ყველას შესაძლო ტაბუს. როცა შეურაცხყოფის მიზნით ძაღლი უწოდეს, მან ეს მეტსახელი სიამაყით მიიღო. რატომ? იმიტომ რომ ძაღლებიდვით ბუნებრივად და პირდაპირ ცხოვრობდა. მაგრამ იცით, ერთი შეხედვით ეს ყველაფერი შეიძლება სიგიჟეთ მოგეჩვენოთ, ხო? სინამდვილეში კი ყოველი ასეთი აღმაშფოთებელი ქმედების უკან ძალიან ღრმა და სერიოზული ფილოსოფია იმალებოდა. ეს იყო კინიზმი. კინიკოსების ფილოსოფიის გული, ასე თქვათ, ორ ცნებას შორის დაპირისპირებაა. ერთ მხარეს გვაქვს ბუნება, ანუ ფისისი, და მეორე მხარეს ნომოსი, ანუ საზოგადოების მიერ მოგონილი, ხელოვნური წესები და კანონები. დიოგენეს სჯეროდა, რომ ნამდვილო ბედნიერება, ანუ ევდემონია, მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობ და არა საზოგადოების თამაშის წესებით. და ამ ყველაფრის მთავარი მიზანი იყო ის, რასაც ბერძნები ავტარკიას ეძახდნენ. რას ნიშნავს ეს? მარტივად რომ თქვათ, სრულ თვითკმარობას. დიოგენე თვლიდა, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი ხარ მხოლოდ მაშინ, როცა არაფერზე და არავისზე ხარ დამოკიდებული. არც ქონებაზე, არც სოციალურ სტატუსზე და მით უმეტეს არც ხვების აზრზე. რაც უფრო ნაკლები გჭირდება, მით უფრო თავისუფალი ხარ. მარტივია, არა? ეს ფრაზა ვფიქრობ იდეალურად აჯამებს მის მთელ ხედვას. დიოგენეს სჯეროდა, რომ ცხოვრების ყველა გამოწვევის წინააღმდეგ მას სამი მთავარი იარაღის ჰქონდა. სიმამაცე, ბედისწერის წინააღმდეგ, ბუნება, საზოგადოების მოგონილი წესების წინააღმდეგ და გონება, საკუთარი სურვილებისა და ვნებების წინააღმდეგ. მაგრამ აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. როგორ მოხდა, რომ სიტყვა კინიკოსმა, ანუ დღევანდელი ცინიკოსმა, დროთა განმავლობაში სრულიად სხვა თითქმის საპირისპირო მნიშვნელობა შეიძინა? როგორ იქცა რადიკალური თავისუფლების იდეა უბრალო უიმედობად?
მოდით კარგად დავაკვირდეთ. მთავარი განსხვავება ესაა. დიოგენეს კინიზმი იყო აქტიური პროტესტი. ეს იყო მოქმედება, ბრძოლა უკეთესი ბუნებრივი ცხოვრებისთვის. თანამედროვე ცინიზმი კი პასიური დამოკიდებულებაა. ეს არ რწმენა, რომ ყველა მაინც ეგოისტია, არაფერი შეიცვლება და აზრი არაფერს აქვს. ანუ ერთი არის ბრძოლა, მეორე კი უბრალოდ დანებება. და ეს თანამედროვე ცინიზმი სამწუხაროდ ძალიან კარგად ჩანს ჩვენს გარშემო. ჩვენ ყველამ ვიცით კლიმატის ცვლილებაზე, უთანასწორობაზე, სხვა გლობალურ პრობლემებზე. მაგრამ თავს უძლურად ვგრძლობთ, რამე შევცვალოთ. ეს ის მდგომარეობაა, როცა ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც არაფერს აკეთებ. თითქოს ყველაფერი გვესმის, მაგრამ მაინც იგივე ცხოვრების წესს ვაგრძელებთ. და იცით, სწორედ აქ ხდება დიოგენე ისევ საინტერესო. 2000-ზე მეტი წლის შემდეგ მისი იდეები ისეთივე მწარე და აქტუალურია, როგორც მაშინ. ის პირდაპირ გამოწვევას უგზავნის თითოეულ ჩვენგანს. დავუბრუნდეთ იმ ცნობილ შეხვედრას. როცა ალექსანდრე ამბობს, დიოგენე ვიქნებოდიო, ის ხომ ფაქტობრივად აღიარებს, რომ ამ უსახლკარო ფილოსოფოსის შინაგან თავისუფლებაში უფრო მეტი ძალაა, ვიდრე მთელი მსოფლიოს დაპყრობაში. მაგრამ დიოგენეს პასუხი, მისი პასუხი კიდევ უფრო ძლიერია. ის ბედნიერი და სრულიად კმაყოფილია იმით, ვინც არის. მას არ სჭირდება ვინმე სხვა იყოს. და აი მივედით მთავარ კითხვამდე, რომელიც დიოგენემ ყველას დაგვისვა. მან თავისი უკანასკნელი ფიზიკური ბარგი, ფინჯანი მოიშორა. მაგრამ რა არის ჩვენი ზედმეტი ბარგი დღეს? იქნებ ეს არაა ფინჯანი, არამედ გამუდმებული სწრაფვა სოციალური სტატუსისკენ, ან სხვების აზრზე დამოკიდებულება, ან უბრალოდ ის უსარგებლო ნივთები, რომლებსაც გამუდმებით ვაგროვებთ. დიოგენეს კითხვა დღესაც ძალიან აქტუალურია. რა არის ის, რის გარეშეც შენ ბევრად უფრო თავისუფალი იქნებოდი?